ვადიდოთ. ვარავდეს ჩვენ ოჯახებს. კარგად, მაგრად დალოცულები ვიყოთ ის. პირველი საფრთხეძელო უფლის აღგზელო, ესე გამიგია და ესე ვიცი. ვადიდოთ ხალი ბიჭები, ძება უფლის. ისაგები გიყოთ ხოლმე. ისინი მითხრება ყველაფერი და ვარავდეს ხოლმე. დიდება უფლის. ჩვენაც მემჯერს. აგიყო. მოდის უნდა. უფალი ვთქვით, მშვიდობა ვთქვით ბიჭებო. მშვიდობას დაულოცავ ქვეყანაზე, მშვიდობის ფასი არაფერია. მშვიდობა იყოს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ეს ქვეყანაში ჩვენ ოჯახებში რა თქმა უნდა და სულაც საქართველოში. მშვიდობას დაულოცავ. ამერეთა ბიჭებო, მშვიდობას გაუმართს. მშვიდობა იყოს, მშვიდობა რო იქნება, მშვიდობათა მოაჩვენა და აი მილიონი გამარჯვებითაც ვერ შეხვდებით ერთმანეთს. თუ მშვიდობა არ იქნება, არაფერს ხალის არ გვექნება. მოდი მშვიდობასთან ერთად ძმა. ჩვენ გავიმარჯვეს, მაგრამ ეს მშვიდობა გვიყვარს, ვისაც მშვიდობა გვინდა ძმა. ვისაც მშვიდობა არ უნდა ძმა. ასწავლოს უფალმა. მშვიდობის ფასი და მომავალში დაეფასებინოს. გამომდის, მშვიდობას გამომდის. მშვიდობა ყოფილიყოს, საქართველოში, საქართველოში და მშვიდობა რო იქნება, მაღლა ყველა გავივლით და მეტელებაც იქნება და მეტი შეკრება და მეტი დროს დარება. მშვიდობას გამომდის. სტედნო, ხალხი ვარდა ის ერთი სიგნალი რო იჭერს ხოლმე 5 წამი. შეიძლება შეგვიძლია. შეგვიძლია. რა? არა, არა. საერთოდ არ ახსოვს ხოლმე და ერთი უჭირს. ჩვენი შეკრების მიზეზს დაულოცავ ბიჭებო ავსასმის. რა პერსონალურად გიორგი ხამისაშვილს. გაიხარეთ. გიორგი არ ყოფილიყო, ეხლა დღეს ჩვენც ვერ გავიცნობთ ერთმანეთს, ესეთ ლამაზ ადგილასაც არ ვიქნებოდით და უსაც ვერ გავტეხდით. სასმესაც ვერ შევწევდით. გიო, დაგლოცავ ძმაო. მადლობა. გახარებული ჯანმრთელი ყოფილიყავი. შენს ოჯახთან კარგად ყოფილიყავი და რა საქმესაც აკეთებ, ბოლომდე მიყოლოდი იმ საქმეს, რა უპირველეს სკოლის. მაგარ საქმეს აკეთებ, ბევრისგან განსხვავებულ საქმეს აკეთებ ძმაო და დაგლოცავ, გაგემადლო შენს გზაზე, ჩვენ გვერდით ვარ ძმაო და გაიხარ კარგს და საუკეთესოს გისურვ. დავლოცავ ბიჭებო გიორგი. გამოდის, გიორგი გამოდის, გიო. შენ გაგიმართოს მოხდა სამსახურებად, დღეს ჩვენ ერთმანეთი გავიცალით რა. შენ დამსახურება კიდე ძმაო რომ აი დრაკონიურს რაღაცა იმედია ბოლო მოეღება როდესღაცა ძმაო რომ ყველაფერი წყობში შადგება და ანკესით გახვალა ისიამოინა იყო ეს თვალი და გინდა იყოს ტბა ძმაო. თვალი იყო განადგურებული ძმაო. ეხლა ალგორითმი რაღაცა ეს სპორტული თევზაობა რა წამოდი. ცოდნა რაც მიესახავს და ცოდნა რაც მიესახავს უკვე დაანებეს რა მაიმუნობასა და როგორც ძიგრი თევზაობას. შენ გაგიმართოს გიო, ხეთმა. შენ გასვლაზმა ეს საქმეები. გაგიძელებინოს ძმაო. ხელი შემშლები არაფერი ქონებას. ვიძენ იყავ და გაიხარეთ. გამოდის. გიო გაგიმართოს დაბოს. გაიხარეთ. კარგად იყავი, მაგათ იყავი შენ ოჯახთან ერთად. ყველაფერს კარგი ისურვები და ყველა ეხლა საკეთებ, მაგას საკეთებ, ეს გააგრძელე და მანა დღევანდელი ამოვიდა ეს ვიდეო გავიცანე შენ დამსახურება და კარგად იყავი და მაგათ იყავი, უფალი იყო შენი ფავორიტი. მადლობა ბიჭო, გაიხარეთ. ხელი. ეტეთი პული მომიდახით. ხალე თევზი არ არის მაგრამ. ხალე თევზი იქნება. შენია. რაღაცას ხია. მარტო თევზაობა ხოვის და რა. ქეიფიც ხოვის. მადლობა ბიჭებო, ჩემი ძალოცისთვის გაიხარეთ, ჯიგრები ხართ. ხო რა, ანუ მაგიტო ვცდილობ ამ ყველაფერს რომ ახალ ბედას გასწავლოთ, ახალი სწორი რა არის. როგორი თევზაოს, რანაირად თევზაოს, როგორ მოვაროს ბუნებს რა თქმა უნდა და მადლობა ბიჭებო ამისთვის რა, ჩემი ძალოცისთვის რა თქმა უნდა და დრაკონიურს ბოლო მოეყოს. კი ბატონო, მაგასაც თავის საქმეა, თავის ჯობ და ყველას გაგიმოჩეთ ბიჭებო. სულაც ჯანმრთელად ყოფილიყავით. აი ბიჭებო, მოგესალმებით, მადლობა რომ დღეს შევიკრიბეთ. კიდევ ერთი ტურნირი ჩავატაროთ. სინამდვილეში დღეს მიმდინარეობს მეგობრებო კლუბის შიდაში ჩემპიონატი, პირველი ტური, რეიტინგური, სადაც სამოყვარულო ლიგას დავამატეთ რა. რომ უფრო აზარტული ყოფილიყო, უფრო ხიარულობა ყოფილიყო. მოკლედ, ეხლა ჩვენ
ჭიჭრას გავაკეთებთ. პირველი მონაწილეს ამოვიძახებ. ყველაზე პატარა მონაწილეს ჩემს შვილს ნიკოლოზ ხამეცაშვილს, რომელიც მოვალში ჩემი გუნდელი გახდება. ნიკო, გამო. ბრავო. და დღეს წარდგენილი იქნება მახის ჯოხით. პირველი ტურნირია, ხო? პირველი ტურნირი. წარმატებები ნიკოლოზ. გამოიხ. კაი, შემდეგი. მიხეილ მესხი. არა, მაგალითად. აკაო. არა ხარ აი მე 14 ისე ილია შენი გადახდი შვიდი ხო ილია გვარი მითხარი შარვაცი დაი და აჩქი უწა ბომბა. ორი ალექსანდრე ჩალაური აი დავჩა რა, სოციალური ნაწილი დავჩა და. ათი. ჩემი საყვარელი ციფრია მან. გვარი სახელი ვხარი. იგა ო, ალე და ხო хорошо. Да, совсем рядом. სამე ჩიორმე ახაი 13, 14, 15. მიშა აქვე შეთათხარ? ოპა. ედა შეიკრიბეთ. მაგარი მოიწავა. ბიჭო, ხავით. პედანის ფეხი რო შევწიოთ, ხო კი, შეიძლება? პატო პედანად შედის რა. წარშევნა შედის. პედანა შეუძლია ყველას, ნებისმიერ სპორტში პედანა შეფრო შეგიძლია, ანუ წარშევნა შედის რა. პედანა ხოიც ფეხებს ვეძებ. ის შედის. აი, აბა ბიჭებო, წარმატებებს გისურვებთ. სუფთა ბრძოლა მჭირდება თქვენგან და აბა წარმატებებს. მადლობა, ახლა უნდა დავი. გენაცვალე! მექსება მამართ ხარ მერვე მეგობრებო, ნიკოლოზის პირველი ტურნირია, ესეთ ამდენ ხარხში და დიდებთან, რა თქმა უნდა. მაგრამ როგორია ტურნირი, მა? კარგი. აბა, გავიმარჯვებთ. დღეს წარმოდგენილი იქნება ტივტივით, მეგობრებო, მახის ჯოხით, ანუ მოსაკლევი ჯოხით ითევზაობს ნიკუშა. ეხლა მოუზირავ დასაკვებს, თვითონ მოვაზილინებ. მოდი მამა. ეხლა აი დასაკვები გახსენეთ, მოვზილი მა. დასაკვების შემოწმებას ვიწყებ. დავიწყოთ მეგობრებო პირველი მონაწილისგან. ვანობა, წამომიდგინეთ დასაკვები. დასაკვები უნდა იყოს მოზრდილი მდგომარეობაში. კი ბატონო, გამიჭიები რო არ იყოს, გამოწმებთ. კარგია, დაბლა გაქვს ამიტომ დასაკვები. კი ბატონო, ეს მდგომარეობაში შეგიძლია. კი. შეგენაცვალე. კარასთვის, კაი. ჭიები, სატყუალები, რაკელი. კი ბატონო. ბადიც არის. წარმატებები. მოგრეთ, ამოწვით. ისევ. შეიტანე ჩააგდე ბადე. კი. რო შეგიმოწვევ შეგიძლია. კი ბატონო. სიმინდი გვაქვს.
ჭიები არის. მეგობრებო, ეხლა სასწავლო თემა როა, შეზღუდვას არ უკეთებ, ძალიან შემცირებული წესები გვაქვს. ისეთი წესები დავთოვე, რაც აუცილებელი იყო და ჭიებზე შეზღუდვა არ გაუკეთე რა და ამ საცელებსაც არ გაუკეთე, რა თქმა უნდა. კარგი, წარმატებები, შეგიძლიათ ჩააგდო ბადე, შეიტანო აღჭურვილობა. ანკეს არ ვაგდებ ჯერ. ჩვენთვის უკვე ცნობილი პიროვნება, მეორედ არის უკვე ჩვენთან ტურნირზე. აბა შევამოწმოთ. ეს კარგით. შევამოწმოთ. ეს არ გვჭირდება. შევინახოთ მანქანაში. აბა შევამოწმე მეგობრებო. შეიძლება ხო? არა. ამას მახვედრებ. ანუ დასაკვეთს მახვედრებ მოძრე მდგომარეობაში. ყოველთვის. აჰა. ანუ შანს არ ვიბარებთ რა. უკვე უნდა იყოს. ხო. ეხლა რომ სამოყვარულო და სწავლება მიმდინარეობს. ეხლა ეს მოძილეთ. რაც დანარჩენი ეხლა რაც შეგიმოწმებთ, ამით უნდა ითხოვოთ 5 საათი. იმის გარდა რაც დამატება მანქანაში რაღაცა გამოვა და რაღაცები აღარ შეიძლება. აჰა. კი ბატონო. შეგიძლიათ. ხო, მოძილეთ. ხო, კი ბატონო. კი ბატონო. გადააზილებთ და ეგ არის. ანუ მოძილეთ მდგომარეობაში ახვედრებ საათს რა. შეგიძლიათ შეიტანოთ ბადე ჩააგდოთ. წარმატებები. გაიხარი. აი, ჩვენი პირველი მონაწილე. ეხლა მოვიდა წეს. ეგ გავითვალისწინე მაგას. ეს 3 მეტრიანია და ამას კი ბატონო. არა უშავს. არევა. აი კიდე აქაც იგივე პრობლემა გვაქვს მეგობრებო. სინამდვილეში ხა სპორტში აი ამ სიტუაციაში უკვე ამ სპორტსმენს თავარი მსაჯი მოხსნინდა რა. ეხლა რატო მოხსნინდა გეტყვით. ხო, ჯერეთი მოზრილი არა აქვს. და შრაი დასაკები დამახვედრა პაკეტებში ეგ არაფერი. იმიტომ ვარ ეხლა ეს ბიჭი მოსულიო და იმიტომ ვაკეთებ ამ ტურნირებს რომ ვასწავლოთ ერთმანეთს. არა უშავს. ეხლა წყალი, ანუ მოზრილი იქ ვიყავ მოზრილი მდგომარეობაში დამახვედრეთ მეთქი, მაგრამ არა უშავს. ანუ წყალს, ანუ მსაჯი რომ მოდის, ახვედრებ გზა. მაგრამ დამატება აღარ შეგიძლია მე. აქვე აურევ ხო მოვიდა. ხო, წყალს მოვიდა, ეს ჭიები გვაქვს, ეს ამებს სინამდვილეში არ მომოწმოთ რა. ეს ხო, სალკია. სინამდვილეში არომატები არ გვაინტერესებს. ეს მელასაც არ გვაინტერესებს. დამატებით. რა ჭია არის? კი ბატონო რა, ანუ მოძრე მდგომარეობაში ახვედრებ საათს. ეხლა აქვე მოურევ აბებს. კი ბატონო, არაფერი, ხო, ეგ არის. წარმატებები. ჩვენი ახალი მონაწილეა კიდე დაგვემატა მეგობრებო. მატება გვაქვს სამოყვარულოში. მოდი აბა ჩამობარე დასაკვები ძმა. მოგლეთ არის მოზრელია. კი ბატონო წარი კიდე შეიწოვა და კიდე დამატება შეგიძლია. სიმინდი გვაქვს, ჭია გვაქვს. პუფი აღზარულია სპორტულ თევზაობაში და ეგ შეინახე, რომ სექტორში არ შეიტანო რა. არომატიზატორებს არ ვამოწმებთ, მაგრამ შეგიძლია შიგნით გქონდეს. ამ სეზონში არომატიზატორებს არ ვამოწმებთ. შეგიძლია რა. კი, პოს არ ვამოწმებთ. ჭიები არის. ბადი არის. შეგიძლია ბადე ჩააგდოთ, ვისაც შეგიმოწმეთ. შეიტანეთ. ეხლა მივიდეთ ჩემ შვილთან, ნიკოლოზ ხამიცაშვილთან, რომელიც მონაწილეა. აჰა, მანახე მამა. წყალი ჩავას ხა? წყალი. მოზრილი კაია. ჭიებით შეუმოწმოთ. კი ბატონო, დასაკვები არის. ბადი არის. ეხლა ნიკა შეგიძლია შენ უკვე დასაკვები შეიტანოს კამთან და ბადე ჩააგდო წყალში. აი, როგორც ის ძია აგდებს, ნახე? ნახე როგორ ჩააგდო? ეს ბადე ჩააგდე წყალში. კი ბატონო. დამატებილო. ყველაფერი თენგისადაც, ყველაფერი კარგად არის. ჩვენი ახალი მონაწილე, ჩვენი კლუბის წევრია, მეგობრებო, დღეს რეიტინგული ტურნირი აქვს. გიგი, ადრეც გითხარი და შევა დაგავიწყდა. დასაკვეთს ვამოწმებთ მოზრდილი მდგომარეობაში. ანუ სველი უნდა დამახვედრო. არა უშავ. ვერ მოვაწავე, მაგრამ ოფიციალურში მოხსნდა უკვე საჯი. ის არის. კი ბატონო, ბადე არის. საჩუქს არ ვამოწმებთ. ეგ არის. წარმატებები.
მოკლედ აჰა ამაზე კობრი აქ გათვლა კობრი ამას კობრი აქ სიმინდი ოპა კი ბატონო შეგიძლია ბადე ჩააგდო სასოკები შეიტანო არ თევზაო ჯერ ჩვენთან უკვე მეორედ არის ტურნირზე მეგობრებო და ჩემი კლუბის წევრია დღეს რეიტინგური ტურნირი აქვს კი ბატონო კარგი დამატებები და შეგიძლია ჩააგდო წყალში ხო აი ეს ნახოთ ხა შევამოწმოთ კი ბატონო ცოტა კიდე შეშა კიდე უნდა ამას წყალი კი ბატონო დამატებები შეგიძლია ჩააგდო წყალში არ თევზაობთ ოღონდ ეხლა ხიზანასთან მივიდეთ ჩვენი კლუბის წევრია მეგობრებო რეიტინგულში ხიზან რას გეტყვი ძმა მე როგორც საპატიო წევრი მიხარია შენთან ვარ. გაიხარე. ავაი დაუში. აჰა, გაჩვენო. აჰა. დარღვევები გვაქვს და აღმოვაჩინე. იქ ისეთ დარღვევები იყო, არ მგონია იყოს. ია სტანდარტულად. აჰა. ყველაფერი აუცილებლად თვალსაჩინო უნდა იყოს. ისო წითელი. მოდი აქ სად მიდიხარ? თეთრი. და ნუ აქ ნაკელია სტანდარტულად. ეს არის მოხარშული. შენო და ამოურიოთ ძმაო აგერ არაფერი ზედმეტი შეარა. უმიშინგი ვაიმე შევჭამ. წარმატებები შეგიძლია ჩააგდო ბადე. გაიხარე გენაცო. ეხა მიხეილ მესხთან მივიდეთ. მიხეილ ჩვენი კლუბის წევრი და რეიტინგური ტურნირია დღეს. პირველი ტურნირი. მოკლედ. თეთრი მატლი. ხო, ეს ჩაგივარდა. მოკლედ. კარგია. მიშა, აი ამას არ ვთვლით, შეგიძლია გამოიტანო ხოლმე. ისა, რა ქვია მაგას, არომატიზატორი. მომე. ვიცი უკვე ვიდაც არის. კაია. ეს არის. სეკრეტი არ არის? სეკრეტი და პოლიციას მარცხ. მოკლედ, ყველაფერი. ცოტა დოზირებულად მაგას გეტყვი შუაში რომ მოხალხო მაგას გაქვს. აი. ფოტოშოპის ჩემი კლასი არის. მოკლედ, მიშა, შეგიძლია უკვე ბადე ჩააგდო და წარმატებები. ეხლა ჯავახასთან გადავიდეთ, მეგობრებო. ჯავახას ჩვენი კლუბის წევრია და რეიტინგული ტურნირი აქვს დღეს. ჯავახა, ჩემ ვიდეოში ვარ ხოლმე, ჯავახა მიხსნით ქიში გენაცვალე. მოდი ეხლა უკვე რა ხდება ჯავახა. ამას შეგიმოწმ რა თქმა უნდა და ვიცი რომ არაფერი დამღებარი იქნება. ეხლა რა ხდება? მეგობრებს ვაუხსნათ რა. ეს დაგიშვი მიზან შეწონილია და არა, დასაკვები კაია. მაგრამ აი ეს უკვე ანუ გადაურიო, ანუ შეინახო. მაგას გადაურევ კი რომ შევიტან რა. ხო? არა. მე მაშინ ანუ გამოგეჩინა. მაგას ვიძახი რა. ანუ ეს არ უნდა წამომიდგინო რა. მე მიდგენ მოდელს, ხო? კი ბატონო. ეს ლამაზად აქ. თეთრი ჭია, აგი? სამიო. ესეთი რაღაცები. კი ბატონო, ჯავახ. ხო, ბადეს ვერ ხედავ. ბადე შემოწმებულია ბადე, მეგობრებო, არანაირი ეფექტი არ აქვს, დაზიანებული არ არის. რა თქმა უნდა, ჯერო თევზი არ დაზიანდეს, მერე პრობლემა შეიქმნას, გაიპარაო. აბა, ჯავახ, წარმატებები შეგიძლია ჩააგდო ბადე უკვე წყალში. და ესე პათრომები დალაგდა ესე ჯავახა, მესხი, ხიზანა. მოკლედ, კაი ამინდია, მეგობრებო, მაგარი ამინდა გვეთქვა. აბა, წარმატებები. გაიხარე. ზირვას აკეთებს ნიკუშა, ხო მამა? შეიწოვა, ოჩახ. კაი ბიჭი ხარ. ჩემი მომავალი გუნდელია, მეგობრებო, ტიტულაში. არა მა? ხო? ყავას მიდუღებს გიორგი, რა პატივში ვარ, შეგენაცვალე. დაგვება მიმდინარეობს, მეგობრებო. Tarti!
დაიწყეთ ევზაობა! ყველა წარმატებები! გაუკეთეთ ნესკავები! 10 წუთში ჩამოვიდე შევამოწმებ სადავეებს! აბა წარმატებები! არა უშავს დაატრიალე ყოჩახ აი ნიკა შენი რეაქცია მომწონს კაი რეაქცია იყო კაი სიტუაციაში ჯიგარი ხარ კაი ჩატყმა იყო ყოჩახ კარგი ბიჭი ხარ ხო ტიტივას დააკვდი ხო დგას გაუნზრევად რაღაცა მოძრაობას დაინახავ თუ არა მამა გაიგე დააცადე ცოხანი ჭამოს ოჩახ წიესაც ამოყავს თევზი კიდევ მეორე ჯიგარი ხარ ჯიგარი არის ხო აი საერთოდ მოდი ვარ შევს გაძლევ ოჩახ დაიჭირე ჯიგარი პირველი თევზი ნიკუშა მოდეთუნიზის ნიკამ დაიჭირა მამა კიდევ კაშკა დაუჭირია მამა მაგარი ხარ მიდი ხედავ შემოვიყვანეთ მაგრამ შემოვიყვანეთ ამანახე კარასია ქართულად რა ქვია კარჩო აჰა ჩავაგდე ჯამ პატარა მე ეგო შეაგრო მამ პატარა იგებს ყოველთვის ოჩახ კაი ბიჭი ხარ კი ბატონო აუ აკრიფა ნიკოლოზ ბიჭი ოჩახ მამა კარჩა დავაყენეთ ცნიკას კარაჩე მოვიდე და წებში იჭეს მახიჩახ ოსელი ჩააგდე მამას რაფსრაფად რა თევზია ლიკა ჩავახავა შენი პირველი ტურნირია ძმაო და როგორ მოგწონს კარგია ხო გამოცდილებას იმიღეთ ესე მგონია რა და უჩვენ დამწყებნეთებზე მიიღონ მონაწილეობა ტურნირებში მიიღონ ცოდნა შესაბამისად ისწავლიან რა სწორკუთხედს სწორმიდგომას რავი მეც ესე 2 წელია დავიწყე ფიდერი თევზაობა დღეს უკვე პირველი ტურნირი მაქვს ნახოთ კიდევ ერთხელ წარმატებას ვსურვებ თითოეულ მონაწილეს რა თქმა უნდა მე ჩემთვის კაი კლუბზე რა სიტყვი კლუბზე ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი რომ მიხარია გიო კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდი რომ დღეს შეკვრივე კაი ბიჭები არიან ყოჩაღი ბიჭები არიან ხარასაც უყურებ კარგათაც იჭერე შეცდომები ყველას მოდის მართალია მაგრამ გამოსწორებადია ყველაფერი რა დანარჩენ მოწინააღმდეგეებსაც ეხლა როგორც მოწინააღმდეგე აღვიქვავ ჩემ კლუბელებს კაი ბიჭები არიან უკვე და სხვა სიტყვას რა დავამატონებ მეტი აქტიურობა და მეტი გვერდში დგომა რა კლუბი ასწავლის ხო ეგრეა რა თქმა უნდა აბა წარმატებები მადლობა აი მოდი მიხელი მესხის გავისაუბროთ
მიხეილის უკვე მეორე რიგით მეორე ტურნირია. აბა რა სიტყვი. ძალიან მაგარი ტურნირია დაძაბულობა. ძალიან მაგარია ტემპში ყავს თვითონაც ყველას თევზი რა. ასე თუ ისე პასიურია, რაღაც ნაკლებია. მაგრამ ერთ იმას ურჩევ ადამიანებს, რომ ყველა მეთევზეს ეხა ვინც აი ესე დადის სამოყვარულოდ ოჯახთან ერთად სათევზაოდ, ყველას ურჩევ, რომ აი სამოყვარულო დონეზე მიიღონ მონაწილეობა ტურნირში. და მერე უკვე რომ სხვა დროს სწავლენ დამოუკიდებლად წყალსაცავზე სათევზაოდ, ყოველთვის ტემპში ეყოლება თევზი. აქ ისწავლიან, ასე რომ ვთქვათ, სწავლის რეჟიმია. ტექნიკას და რაღაც იმ პატარა ტრიკებს რა. სწავლის რეჟიმია ხა მიშა. სხვას მეც ვერაფერს ვერ დავამატებ. გამოიწერეთ გიორგის არხი და რავი უყურეთ რა. ძალიან კარგ კონტენტს თავაზობს, ძალიან კარგი საგანმანათლებლო არხია და რავი ყველას ურჩევ რომ ყური დაუგდოს მის რჩევებს რა. იმიტომ რომ ამართლებს არის რა. ბევრგან გავამართლა ჩემთანაც გამართლა მის რჩევები. ნახოთ. დავამატებ მეგობრებო რომ აქ არის სწავლის რეჟიმია რა. ანუ ეხლა თუ დავინახე ვინმე პროცესში გაიჭედა, ანუ თევზი ვეღარ დაუდგა, ვერ იჭეს, გააქტიურებული ჭერა როგორ უნდა რაღაც წესებს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ჩვენს თვალწრებს და აი წეღანი იყო 1 საათი თევზს ვერ იჭერდნენ, მივედი, ჩემი მივეცი და ყველამ ჭერა დაიწყო. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი კლუბი, ანვითარებს ახალსაგებიდეს მოყვარულს და ასწავლის რა თქმა უნდა. სწორ თევზაობას რა. რომ აი ბევრმა გაიგო დღეს მოყვარულები იყვნენ, ისეთი რაღაცები გამოიტანეს და ისეთი რაღაცებით თევზაობდნენ, რომ რა თქმა უნდა ჯერ ხო დაუშვებელია სპორტში და მე მაგ რაღაცებით გამორიცხულია რომ თქვენ კაი სიამოვნება მიიღოთ და ჭერა მიიღოთ და აი შეუსწორეთ, მიიღეს, გაითვალისწინებენ და ხო ისწავლეს. ეგაა ჩვენი მიზანი რა. ეხლა წავიდეთ ხიზანიშვილს გავესაუბროთ fishing energy. აბა გიო რას გეტყვი ძმაო? Hello guys. გამარჯობა ყველას მოგესალმებით. მე ხოიც მაინც შედარებით ახალი დაწყებული მაქვს ფიდერი ისე სპორტულად, იმიტომ რომ მაინც უფრო სამოყვარულო დონეზე ხანდახან თევზაობდი ხოლმე და საინტერესოა რა. როცა ესე როგორც კოორდინატორი გამიცა დადის და ყველას რჩევას აძლევს, საკმაოდ ეს არის სასარგებლოა, იმიტომ რომ უკნიდან კიდევ უფრო სხვანაირად ჩანს იმას, რასაც აკეთებ. მე შეიძლება გონია რომ სწორად აკეთებ, მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებ. ამიტომ მეორე თვალით ან გამოცდილი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ასე რომ ვისაც გააქვთ სურვილი ფიდერის თევზაობა რომ ისწავლოთ თან, თუ ტურნირებში გინდათ რომ მიიღოთ მონაწილეობა, შეგიძლიათ ხამიცას კლუბით დაიწყოთ და მე უკვე პლუს მიიღოთ მონაწილეობა ფედერაციის ტურნირებში, სადაც რეიტინგია მსოფლიოზე დადიან და ასე შემდეგ. ასე რომ მინიმუმ ხამიცასთან შეგიძლიათ დაიწყოთ და კარგი გამოცდილება მიიღოთ ფიდერში. წარმატებები დღეს ყველა მონაწილეს რა. მე დიდად ვერ ვიჭერ მაინც და მაინც, მაგრამ ვერთობი, დავარია გართობა. ეგრე იცი ხოლმე არ ვიჭერა და აი მე ვერ უყურებ ფიდერს, აი ბოლო მე-15 ძალიან მაგრად იჭერს. არა, ჯავა ხა? კი, მე-15 ძალიან მაგრად იჭერს. მე აი ძალიან შიგადაში მაგ ჩარტყავი რა, ბევრს ვერ ვიჭერი. შემოსავლია ჯავა. ამას ვენაცვალე მე. მაგრამ ნუ არა უშ რაღაცა შევცვალე ახლა. ის შეცვალე, რაც გითხარი? ფიდერგამი საერთოდ მოვაშორე. ის შეცვალე? ფიდერგამი მოვაშორე. საერთოდ. ნემსკავი? ნემსკავი კიდევ უფრო დავაპატარავ, იმიტომ რომ იმას დიდს როგორ იყო იცი? ესე ეკიდებოდა რა ძალიან ლაითად. რამდენიმე გამექცა და შევაცოტა, დავაპატარავე და დაპატარავებულზე კიდევ უფრო კაი ჩარტყები მაქვს. ვერ იჭერს ბიჭი ვითოვით. მოდი გავესაუბროთ ჩვენ მეგობარს დღეს პირველად იღებს მონაწილეობას. აბა გითხარით ჩემო ძმაო, დღევანდელ ტურნირზე 1-2 სიტყვა. ჯერო კარგი არის იმისთვის რომ გამოცდილებას ვიღებთ სპორტულად თევზაობის დაიჭირე გაუშვის პრინციპით. მეორე ის რომ ძალიან კარგი არის
ჰაერზის გამოსვლაც ჭერას რაც შეეხება შეძლებს დაგვარად როგორც დამწყები ვიჭერ უკმაყოფილო არა ვარ გამოიწერეთ ზოზაობის მეთოდები აუცილებლად გიორგი ძალიან კარგი კაცი არის ძალიან კარგი ადამიანი არის გვიზიარებს თავის გამოცდილებას აქვთ რა დღე გვექნება გაიხარ იმედია დავიჭერთ ყველა კარგად წარმატებას უსურვებ ყველა მონაწილეს ასევე ყველას ყავს თევზი ყველას კი შეძლებს დაგვარად თითქმის ყველა იჭერს ნახოთ აბა ბოლოს რა იქნება ნახოთ ბოლოს რა იქნება წარმატებები გაიხარ მეორეც გამოდიხარ უკვე წარმატებებს უსურვებ პირველ რიგში ყველა მონაწილეს მეორეც გამოდივარ დღეს ესე მონოშეგრძნება არის ნამდვილად სწავლობ მაინტერესებს ფიდერის თევზაობა ზოგადად ყველა სტილის თევზაობა მაინტერესებს მაგრამ ამჯერად გავძიებრიანდი კლუბში ვსწავლობ შეძლებს დაგვარა ლევანდეს დღეს რაც შეეხება ნორმალური ჯერა ყველა კარგად იჯერს რა ვიცი წარმატებები ყველას წარმატებები შენ გაიხარ კარგ საქმეს აკეთებს მოულო მადლობა ყველაფერს გაიხარ მადლობა წარმატებები ეს მოგე მეორედ ხარ ტურნირზე რა ვიცი განწყობა იდეალური პირველი ტურნირიდან მეორე ტურნირამდე მართლა პროგრესი მაქვს ნამდვილად რა ვიცი მადლობა ყველა მონაწილეს და მივესალმები მსგავს შეკრებებს ეს გამოცდილება არის ხო მინდა დამწყებ მოთევზავებს უთხრა ვისაც ცოტა ურთულდება ხავიდან ამის დაწყება საერთოდ სამჯერ ვიყავი ფიდერით მოთევზავები ტურნირზე რო გამოვედი და ეხლა იმ დღესა და დღევანდელ დღეს შორის აი კოლოსალური სხვაობა არის და აი უსურვებ ყველას ვინც მოყვარულია რომ დაინტერესდეს ამ საქმით მიიღოს მონაწილეობა გაერთოს, გაიცნოს ხალხი და ასე შემდეგ. კლუბის წევრია ჩვენი. კლუბზე გასიტყვი კლუბზე. კლუბი ხო ასწავლის? კლუბი ასწავლის ნამდვილად. აი, ყვაში ვანაობდი მართლა რა აქამდე. ეხლა ნელად და ნელად წინ. დღევანდელ დღეს რაც შეეხება ჩემი ტაქტიკა, ისევ დიქტებზე. თევზაობა არის. რა ვიცი, ვინც მოითმენს, ის მოიგებს, მეტია. წარმატებები ყველას. დავასე ახალი წევრს კლუბში და აი გითხრას აბა კლუბის თემები როგორ მოგწონს სალამი გიო ძალიან კაი ტურნირია პირველად ვიღებ მონაწილეობას და კარგად არის ორგანიზებული მადლობა შენ და წარმატებები ყველა მონაწილეს დიდი გამოცდილება პირველ ტურნირის ყველას გაიხარცო წარმატებები დავისაუბროთ ჩემ კოლგას არავის არ უნდა გადაღება ჩემ კოლგის. აბა რა ხდება თენგო? რა სიტყვი? ნევნელად, კაი დიდი კარასიკი დავიჭირე. აა, ვინმე საკ დაჭერილი დიდი კარასი? დავიჭირე კაი დიდი საკმაოდ. ძალიან კაი. ბრძოლებით. რა სიტყვი აბა შეჯიბზე კლუბზე? და მაგარი ხარ, ხამიცო ძალიან კაი საქმეს აკეთებ. ასწავლე ხალხს თევზაობას, ეხლა რას უყურებ და ხალხს რო ყურადღებას აქცევ ძალიან კარგად მიდის საქმე, ხო ჩახ? მადლობა. გაიხარ. ეგ უბრალოდ მაინტერესებდა სინამდვილეში გითხრა როგორ ატარებ ტურნირს და ძალიან მაყურებელია, ხო ჩახ? გაიხარ. წინას მაგარი იყო რა? წინა ტურნირი ხო მაგარი იყო? წინა ტურნირზე იცი რა იყო? პირველ საათამდე დავიჭირე 50 ცალი. და მე ვთქვი, აბა ვნახო 1 საათის განმავლობაში რამდენს დავიჭირე და დავწყი და იცი რამდენი დავიჭირე 29 ცალი დავიჭირე 1 საათის განმავლობაში. რაღაცნაირად მეზა გავიგე ვიღაცამ რაღაცა დაიჭირე. რაღაცნაირად მართლა კაი ჯანდაბას 1 საათი უნდა მივყვე. და 29 ცალი, ანუ გამოდის ის რა დამეზარა, თორემ შეგეძლო. ხო, უფრო უკეთესი. კი. შედეგი მეჩვენა. კი ბატონო. აი თემო წარმატებები. პირველ აბა სიტყვი აგეჩვედი ვეტერანი ილიკო. რა საინტერესოა და ფიქრობ შედეგის ხრივად საკმაოდ კარგი იქნება. ასე თუ ისე ყველა იჭერს. შემომატებული. საინტერესო შედეგები იქნება.
კი, შემომატებული გაქვს. ტემპიც მომატებული გაქვს და ტაქტიკაც. ტექნიკაც მომატებული გაქვს. კარგია, ნახოთ რა გამოვა. ნიკოლოზი მაგრად უბერავს. დიდივეთ, არასები, სექსუნები. ახლოში შეიძლება ბევრზე მეტი თევზის ყავს დაჭერილი. კლუბზე ასე თქვა კლუბზე. ძალიან საინტერესოა, ბევრი მომცემია, ბევრი ადამიანი ინტერესდება. და კიდევ უფრო მეტი დაინტერესდება მომავალში ამ ტურნირებს რო შეხედავს. ძალიან აზარტული და ძალიან საინტერესოა. ყველა მოყვარულს შანსი რომ გატესტოს რა როგორ არის, ხო? რატო ვერიდებიან არ ხვდები ხოლმე რა, რატო ვერიდებიან ამ ტურნირებს. აქ სწავლება მიმდინარეობს, აი უთხარი ილო. ძველი ყველანი სწავლობს. ძველი კლუბელი ხარ და? ასე ვთქვათ, უკეთესი შედეგებიც გვაქვს შემდეგ. გაიხარე აბა წარმატებები. გაიხარე. გასული პროექტები. წაიჭირე? ეგ მომიგდა პატარა. არა უშასმა. ხო გაია ტურნირმა. ხო ისწავლე ბევრი რაღაცა. გეტყვი ტურნირებზე ჩემოძბო. როგორ მოხდა? ძალიან საინტერესოა. თუ არის შემეცნებითი. კი, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცას გებულობ, რაზეც შეიძლება წარმოუდგენა თქონდა, მაგრამ რეალობაში არის ფორცელებია და ახლობლად ეს მუშაობს და დამოუკიდებელ თევზაობაშიც გამოგადგებას ყველაფერი ადამიანს. ერთობი, ხალხს გაიცნო თევზაობის მოყვარულს. ჩვენიერია რა, ძალიან კაია, მივესალმები მსგავს პროექტებს. გაიხარე მადლობა წარმატებები. უბრალოდ ჩვენ ახალ წევს აბა როგორ მოწეს ტურნირები ძმაო და თვა შემეცნებითი მაყურებელსაც რო უთხრეთ. საერთო ტურნირია. რაც ფოქშიად იქნება ეს რაღაცები უკეთესი. რა ვიცი, აბა დღეს მაინც ჩემი დღის პირველია და ნახოთ რა. ცოტა გამოვსდელი ვარ, მაგრამ მე მგონი აქტიური არა, მაგრამ ჭერა არის მაინც. ჭერა არის ხო ხა. აი ეს აქტიურია. ჩემებიც ანუ როგორ თემა იქ მეგობრებო გეტყვით რა, თუ იმე გაიჭერა ვეღარ თევზაობს და ასე შემდეგ ჩვენ ვაძრებთ რა. ამიხრივ რასაც გვეტყვი აი ამის მხრივ. რა არის? ჩემების თემაში ასე ვიტყვი აი ხო არის სწავლება ხომ შეინიშნება. კი რაცა. კი რა თქმა უნდა. სწავლება არის ნამდვილად. აბა რა ვიტყვი ტურნირებზე ძმაო. შვენიერი ძალიან კარგი თვირთობი. არ გამოსtildeებას მქონდა. ძალიან კარგი, რაც მეტი უკეთესი. ხო აბა კიდე რას დაამატებდი ძმაო, აი ტურნირებზე შესახებ. დავამატებ და შემეცნებითი თუ არის ასწავლის ხალხს. შვენიერად ძალიან კარგი გამოსtildeებას ვიღებ და რაც მეტი იქნება უკეთესია რა. კი. წელს გეგმავ ძალიან ბევრი ტურნირის რა. გაიხარა. წარმატებები. გავესაუბროთ ჩემ კლუბის წევრს. აბა რა ხდება ძმაო? რას გვიტყვი? ძალიან საინტერესო ტურნირი არის, შემეცნებითი. კლუბის წევრი ვარ და ბევრ რამეს ვსწავლობთ კლუბში. დაამატე რამე ძმაო? თუ არა, იჭერ? კი, მოდის ჭერა. აუ კიდე იყო ჩატყვა. აი ყველა იჭერს, თანაბარი ბრძოლაა რა. აი წარმატებები. ეს კაცი ეხლა ვისაც უნდა გავესაუბრო. ჩემ ტურნირებზე ესწრება სულ. ოღონდ ტურნირში მონაწილე არ არის. სულ ესე გვერდში გვიდგება ხოლმე სიამოვნებს ჩვენი ყურება. აბა რას გვიტყვი ძმაო? გვერდში მოვესალმებით, მაყურებელს მოვესალმები. გამოიწერეთ აქ სადაც დაიდება და ლაიქით მოიწონეთ თქვაში და უდეკით ამ კაცს მაგარ საქმეს აკეთებს. მე ეს სტუმრად დავდივარ ხოლმე გვყარს. სიტუაცია გარემო ხალხი. ეს არის ჭერა რა. აი, გელოდები რა ერთხელ მაინც დაგვესწარით. მეტია. გაიხარე. წარმატებები. გაიხარე ასე ვიტყვით. გავლაზე და გაბულაზე. აი, კაი ტემპია, კაი, მიზი ტემპი. ამოიღე.
მიდი. ოჩა, მამა, ოჩა. ნიკუშამ დაიჭირა. ოჩახ მამა ნიკა ოჩახ ოჩახ დაიძაბა აქეთ იქით მიშა არა ჯიშკა დაუ ნიკუშამ დაამთავრა მეგობრებო ნახევარი საათი იყო და აღარ ვიდა მამაო და საკმაოდ კარგად იჭირა ნიკუშამ. კარგად იჭირა, გამიკვირდა, მართლა, დრო 9 წლის ბავშვი ხა პირველად იქეს მონაწილეობას ტურნირზე და ძალიან მაგარი იყო. მაგის ირანიშვილი. ჯავახა ძალიან იჭერს და ვერ ვეწევი. მე 18 შეამოყავს, მაგრამ ამას ტემპი აღავს ამ დამპარს კიდე. შენ თუ მე 18 ამოყავს, მე სადღაც 40 წელი დავიჭრე ბოლო ერთ საათში. დარჩენილია 2 წუთი. 2 წუთია დარჩენილი. ბოლო წამებზე მოასრო. ჩქარა თორე მორჩება. ჩქარა. მოასარი, აი კარგად მოასარი. მორჩა ტურნირი, ბიჭებო, მორჩა. ფინიში. ბოლო 1 საათი ღირდა დღევანდელ აიხარი. მოკლედ ბიჭებო, სექტორიდან არ გამოდიხართ, არა და ელოდებით აწოდვას. თევზი არ ითვლება თუ წყალში იყო. მეგობრებო, დავამთავრეთ ჩვენ ტურნირი, 5 საათიანი ბრძოლა იყო. თანაბარი ბრძოლა იყო რა, ეხლა ვერ გამოვარჩევ რომ არ იყო და როგორ იყო და ასე შემდეგ რა, ვიღაცა იჭერდა მეც თუ მეურს არა, თანაბარი ბრძოლა იყო რა. ეხლა ვიცი, ჩემი კლუბი იმას მოიცავს რომ თუ იმეს უჭირდა, ან რაღაცა ახალი უნდა და გაიგო, რა თქმა უნდა მივდიოდით შევასწავლეთ მე იჭერდა რა. მეკეთი წესი მაგას ისიც იჭირდა. და ვასწავლოთ და სწორით შევამივცე. მოკლედ, ეხლა ჩვენ პირველი ეტოს ნახავთ. ვანოს თავავთ ეხლა ჩვენ.
ეხლა ვარ ჩემს შვილთან, ნიკოლოზ ხანძაშვილთან, რომელიც იყო მაგით მოსახლეობის ჯგუფით და ტირტივით რა. Primul გამოვიდა. რა, საკმაოდ გაიჭირა რა. ოჯახი. ოჯახი. ხარ ყველაზე მაგარი. ბრელომა დაუჭერე, ასე ნაკარმა. ეს ხიდა იგი ჩავახა. ეს სამი პიროდაც ამაღეთი ჩავახა. თუ გასწებიან აქ 780. ორი და 5 და 10. 2500. არა, იმას ყავს. ის პირველი. ეხლა წდება მეგობრებო, ვი გაიმარჯვა. იმას თუ არ ყავს, ესე იგი ხიზანა იმარჯვებს. ხიზა, მოდი. ოპა! საგო! შეკენაცვალე, არის, ვაუ, დავადი. Ormuz gramit მომიგო. 2545. 2 2545. 2542. 5. აჰა! მიროთა ჩავა. ოღონდ აი თუ იჩატარდა, ყველაფერს იჭირა. და ყველას ვაძრობა და ეხლა გადავართ დავაჯიდოებთ მონაწილეებს. კარგი იყო, რა მადლობა ყველას. ასეთი დღე კიდე სამაგარი დღე ჩავატარეთ. რავი, კიდე შევხვდებით. ჩვენსებისგები ყველაფერი გააკეთებთ, ყველაფერი გამოვა რა. ოღონდ ეხლა ძალიან ცუდი ამით ეხლა წომა საფრთხე ვიჩხაროთ. კარგი ბრძოლა იყო, თამარი ბრძოლა იყო. თამარი ბრძოლაში ხა ვინ გაიმარჯვა, ამას გავიგეთ რა. მოკლედ, მოდი ხა დავიწყო მესამე ადგილოს. მესამე ადგილოსანი გახდა თენგის ჩკადუა. ხო, მეორე ადგილი დაიკავა ეს ბიჭი კოჭებს აგროვებს. მესამე კოჭა. დაიშვილი გიორგი. ეს კანალის კოჭა. მესამე. მოდი ბიჭი ჩამომ. აი კომენტარი. მოკლედ პირველი ადგილი დღევანდელი ჩემპიონი გახდა. ამისამით ევზავია, ძალიან ბევრი გავლა გვაქვს სწავლება გავლენ მე და ამისთან და ოჯახ რა, ძალიან გამოვიდა დღეს იდეალურად. შეერთები არ ვერ მიცვა ადამიანს, მაგრამ მაგათი მიცვა რა. ალექსანდრე ჯავახიშვილი. დიდი თევზის დაისახურა, დაიჭირა. თენგის ჩკადუა. წონა. არა ყველა დიდი. ყველაზე პატარა მონაწილე, რომელსაც ყველაზე ბევრი იჭირა, ნიკოლოზ ხამისაშვილი, მოდი მამა. ეს მაგარი კარგი
ძალიან. დიდი მადლობა.